პროკურატურამ კოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 10 ადამიანის მიმართ დაიწყო. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება მიმალულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სახსჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდება ასევე წარედგინება გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას. მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან მონაწილეობდნენ კოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი 2022-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, კოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას. ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.